საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მამუკა კარტოზია. საღამო მშვიდობის ბატონო მამუკა. მადლობა რომ გვეწვიეთ. მოგესალმები დავით, მოგესალმები ჩვენს მაყურებლებს. მადლობა მინდა გითხრა მოწვევისათვის. საინტერესოდ დაიწყო დღე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ჩვენმა მეზობელმა, დიდმა მეზობელმა, თურქეთმა, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახით. ლაზი ოღლუა ეს კაცი, ფესვები პროქართული აქვს, ლაზური, რიზია მისი მშობლიური ქალაქი. ამ ფაქტს აქვს საკმაო წონა. დიდი ალბათობით ეს არ მოეწონებოდათ ამ გლობალისტებს, ლიბერალებს, რაც მოხდა, იმიტომ რომ ერდოგანის მილოცვა ბევრს ნიშნავს. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? თქვენი შეფასება იქნებოდა საინტერესო. რადიო თავისუფლებას უკვე ჩამონათვალიც აქვს, ანუ ამ დღეს ეხება თავად 29 დეკემბერს, როდესაც უნდა მოხდეს ინაუგურაცია მიხეილ ყაველაშვილის და ცალკე პუნქტებად აქვს გამოყოფილი ქვეყნები და ლიდერები, ვინც მიულოცა ყაველაშვილს არჩევა და ერდოღანი მოიხსენიეს როგორც მეხუთე ლიდერი. ნახე ხო იქ საუბარი იყო ალიევზე, პაშინიანზე, ასევე სერბეთის ვიჩი ყოველ შემთხვევაში ხუთმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას პრეზიდენტად. ხარ ამიდა დავით თქვა და ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ეს ერდოღანის მართლა უდიდესი არის, აი ყველანაირი პოლიტიკური გნებავთ დამოკიდებულებით და გნება წმინდა ადამიანურიც, ხო? ეხლა თურქეთი არა მარტო მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ თურქეთი არა მარტო ჩვენი დიდი მეზობელია, თურქეთი არის ნატოს წევრი. და თურქეთი არის და ეს თურქეთის სახელმწიფო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი მოკავშირე. და გაიხსენეთ ჩემო ბატონებო, რა ხდებოდა და ამის წინაპირობა. ჩვენ საერთოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა და აი ჩვენს მაყურებელსაც ვთქვა დავით. აი ძალიან გვიჭერს ხოლმე, კი არ გვიჭერს ისიც აი დაკავშირება რაღაც გარკვეულწილად მოვლენების უნდა ყოველთვის ვეძებოთ კავშირები, იცით? აი იგივე სირიის ვარიანტი, ეხლა შეიძლება ვიღაცა მავანმა თქვას რომ რა აიჩემეთ კაცო ეს კი არა ავიჩემეთ სირია. ყველაფერი მოდის სირია უბრალოდ არის იმ რაღაც გარკვეული პოლიტიკის გაგრძელება, ჩემო კარგებო. სირიაში ერთმნიშვნელოვნად ცალსახად გაიმარჯვა თურქებმა. ხო? ეს ეხლა არავისი არ ახალს ვამბობ, რომ თურქული დაუშვათ ფულით და თურქეთის პოლიტიკური მხარდაჭერით და გნებავთ სამხედრო მხარდაჭერითაც მოხდა ის სახელმწიფო გადატრიალება თუ რაც ქვია და მის მოვიდა დღეს თურქეთის ხელისუფლებაში. ანუ ეს დამოკიდებული იმისა, რომ მას კარტ ბლანში მიეცა სულიად სირიაში და სირია გარკვეულწილად შემდგომ უკვე გაიყოფა და გარკვეულ ნაწილს თურქეთი შეიერთებს, ეს იმის ნიშანია, დავით, რომ პრეზიდენტობის აღიარება და მილოცვა ეს ნიშნავს არჩევნების აღიარებას, ეს ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების აღიარებასაც, ჩემო კარგო, იმიტომ რომ ყაველაშვილი აირჩია პარლამენტმა, აირჩია სამასმა ხმოსანმა, ხო? ეს იმის ნიშანია, რომ ირჩევს უკვე ერდოღანიც ფაქტიურად საპარლამენტო არჩევნების კანონიერებად ცნო. და ყველაზე მთავარი ჩემო კარგებო არ დაგავიწყეთ რა. ეხლა ერდოღანი ამას არ გააკეთებდა გარკვეულწილად რაღაც გარკვეულ ძალებთან რო შეთანხმებული არ ყოფილიყო. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან და რა თქმა უნდა რუსეთთან. ასე რომ, იმიტომ რომ პაუზა თვალსაჩინო იყო. რა თქმა უნდა პაუზა თვალსაჩინო იყო, დაელოდა ყველაფერს ამ პაუზას და შემდგომ გააკეთა. კი, სწორია, ბატონ დავით ვეთანხმები. ამიტომ ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ქართული ოცნების, მისი პოლიტიკის და მე სურვილი მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი სიტუაცია და მეულოცო ბატონ მიხეილ ყაველაშვილსაც პრეზიდენტობით არჩევა, ხა 29-ში ინაუგურაცია და აბსოლუტურად სხვა განწყობით, სხვა ხედვით და სხვა კონფიგურაციით დაიწყება საქართველოში ცხოვრება და მეორე, აი ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციასაც შევახსენოთ, ვანახოთ, რომ თლად მასე არ არის, თქვენ როგორც ფიქრობ და როგორც გინდათ თქვენ წაიყვანოთ დღეს საქართველოში მოვლენები, იმიტომ რომ
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი შიდა პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის გაგრძელება და პირუკუ საგარეო შიდა პოლიტიკის გაგრძელება. ეს ერთმანეთის ბმაშია. და როდესაც ჩვენ ვხედავთ აი ასეთ ნაბიჯების გადადო დიდი სახელმწიფოების იმის უკან რადგან ეს უნდა ამოვიკითხოთ. ეს უნდა ამოვიკითხოთ და აი ჩვენ რომ დავინახეთ ეს და აი დავითის ეს პაუზა რომ გააკეთა თურქეთმა და შემდგომ უკვე გააკეთა ამის ცნობა საქართველოში ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვის მქონე არის და თან პლუს იმას რომ ეხლა დღეს საქართველოში ამ მოვლენების ფონზე ხო იმანაც ანახა უკვე თურქეთის ხელისუფლებამაც რომ იგი ხელისუფლებას ხარს უჭერს და ერთი მინდა კიდე დავამატო რომ თურქეთი სერიოზული მოთამაშეა ამ რეგიონშიც მსოფლიოშიც და ნატოს წევრია ბოლო-ბოლო ხო ყველაფერს თავი დაუნავთ ანუ რის თქმა მინდოდა ეს იმიტომ მოვიყვანე დავითო დღევანდელი სიტუაციის ბმაში მომეყვანა საერთოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა იცით რომ როდესაც რა თქმა უნდა ოპოზიციას აქვს უფლება გამოვიდეს რა თქმა უნდა პროტესტის ფორმა ყველაფრის უფლება აქვს რა თქმა უნდა მაგრამ ყველაზე მთავარი უმნიშვნელოვანესი რა არის იცით ჩემო ბატონებო და მე მინდა ჩვენს მაყურებელსაც მიმართო ოპოზიცია ანუ კონსტრუქციული გნებავთ ნუ რადიკალურის კი ბატონო ხა ნუ გააჩნია რადიკალებს რა სემანტიკურ პლასს მივცემ და რა დატვირთოს მაგრამ კარგი თავიღოთ ოპოზიცია ხო ოპოზიციის მოვალეობა რა არის რო კონსტრუქციულად აკრიტიკოს ხელისუფლება და ხელისუფლება კანონის აიძულოს კარგი გაგებით აიძულოს რაღაც გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და რაღაცები შეასრულოს შენ როდესაც ოპოზიცია ხარ და იმ ოპოზიციის აღიარებულ ჩარჩოებს წდები უკვე მოწინააღმდეგე დავით კი არ გამოდიხარ ხელისუფლების ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე გამოდიხარ აი ის მოვლენები რაც საქართველოში მოხდა და ხდებოდა ხო ანუ რის თქმა მინდა რომ იგივე პოლიცია იგივე სპეცრაზმი და სხვა რომელიც იქ დგას და იცავს კანონიერებას ის ქართულ ოცნებას კი არ იცავს ბატონებო და ქალბატონებო სახელმწიფოს იცავს ის სახელმწიფოს წარმომადგენელია ხვალდაძე ქართული ოცნება რო არ იქნება და სხვა იქნება ხელისუფლებაში ის პოლიცია იგივე მოვალეობა რო ის გააკეთოს ამიტომ არის რომ სხვა მოცემულობაში გადავედით რა სხვა მოცემულობა რა არის რომ დაპირისპირება ქვეყნის ინტერესების წინაშე მიდიან თორე კი ბატონო წადით ხელისუფლება აკრიტიკეთ გამოდით კონსტრუქციულები იყავით ხო არანაირი კონსტრუქცივიზმი და არანაირი პოზიტივიზმი გნებათ რაციონალიზმი ამ იმაში ჩვენ ვერ დავინახეთ პირადად მე ვერ დავინახე და ეს ხალხის პოლარიზებას უწყობს ხელს და ქვეყნის დაყოფას აი გაგიგიათ მე არ ვიცი გაუგნებული ვარ ეს პერფორმანსი უკვე რაღაცა ეს გამოსვლები გადაიქცა დავით რაღაცა აი როგორ თეატრალურ წარმოდგენად და გნებავთ აი ხალხი კასტებად და კასტებად და აი ახალები სვანები თან ვითომ განასრულა ხო აი ეს მექიმები მასწავლებლები იქ ვიღაცა ისინი ყოფილი ისინი ესენი ხალხი ნუ გაგიგიათ ესეთი ახეს ქალების მარში ხო ბუნიობა პრინციპში ზამთრის და იქ მელატონინის გამომუშავება ხო არა იცი და უკვე აი ხო ხედავთ უკვე ცინიზმის და სახუმარო იმაში გადადის ეს ტრაგიკულ დააკვირდით მე არაფერს არ მივაქცევდი ყურადღებას ნუ რაც არის მაგრამ უკვე ის მენიშნა იცით საკმაოდ ჩვენ ვართ ქვეყანას რომელიც მრავალეროვანი და პოლიფონია ჩვენთან ხო ეროვნულობით და აი კუთხურობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხლა არ მინდა ამის გახსენება და 92 წელმა ხო ეს ყველაფერი კარგად გვანახა. აი უყურე ჩვენში დევს უკაცრავად პარტიკულარიზმის რაღაც გარკვეული კოდი, ხო? ეხლა რო აქ აკეთებთ იმას, მეგრელების, სვანები, ეხლა გასაგები იქ არის იყო თუ არ იყო, ეხლა ამას არავინ არ უყურებს, იმიტომ რომ სახელდება იყო, ხო? ახლა დაჭირდათ და ეხლა დაჭირდათ ხო უკვე ამ გახსოვთ ლიბერალები, როდესაც მოექცნენ სათავეში, მაშინ პირიქით იყო ესეთი მიზანმიმართული იმპერატიული ტონით ამბობდნენ, აბა თბილისი, ნუ ქალაქი ვთქვათ, გორი, ზუგდიდი, უბნების მიხედვით ნუ ყოფთ. ვაკელი, საბურთალოელი, კრწანისელი, ორთაჭალელი თქვათ ავლაბრელი არ ახსენოთ ეს ყველა თბილისია. ანუ მაშინ აწყობდათ აქ ხო ამჟამად სხვანაირადაა ვითარებ. ეხა ის უხილავი ძალა ხო ვიღაცა ამ სცენარს წერს და აკეთებს რომ აი რომ ანონსირებას აკეთებენ რომ აი ხვალ დაუშვათ ამის მარში იქნება და
კი ბატონო, არავინ არ უშლის ხელს და გამოვიდნენ და კანონის პარაგრაფში გააკეთოთ, მაგრამ შინაარსობრივ დატვირთვას და დაუშვათ იმის იქეთ რადებს, ეს ხო უნდა წავიკითხოთ ჩვენ, რომ გარკვეულწილად რაღაც საშიში მოვლენებთან აქვს საქმე. ჩვენ არაერთხელ მithქვავს დავითის გადაცემაში და სხვა გადაცემებშიც ჩემს ინტერვიუებში რომ რატო გვაქვს ასეთი მოკლე მახსოვრობა აი რატომ გვავიწყდება ნებისმიერი დღევანდელი ხელისუფლების დაუშვათ აი შეჯანჯღარება ან გნებავთ ღმერთმა დაიფაროს და გადაგდება საქართველოს დაუჯდება თავის ყოფნა არ ყოფნის ფასად და რატომ გეტყვით 92 წელი კანონიერად არჩეული ხელისუფლებას ეს როლი ეს ავტომატები თქვა ჩამოაგდეს გააქციეს რა მოყვა მაგას დავკარგეთ აფხაზეთი დავკარგეთ 2003 წელს ეს სპექტაკლი დადგმული ნუ როგორც იყო ეს ვარდების რევოლუცია რაც იყო როგორც იყო ხო დავკარგეთ სამაჩაბლო და ზემოსვანეთი კოდორის ხეობა დავკარგეთ 2012 წლიდან ღვთისმადლით ომი არასად არ ქონია და ეხლა გვინდა რომ რამე კიდე გვაქვს დასაკარგი ტერიტორიები მე მგონი ამათ აქვს გადაწყვეტილი რომ აქვთ დასაკარგი ტერიტორიები და არის მონიშნული ხო კი აი ეს თუ გაღვივდა ეს დაპირისპირება და ინსპირატორიც ყავს რა თქმა უნდა ახლა ეს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ამ აი ზუსტად მაგაზე ხო და დღეს ასევე განცხადებები გაკეთდა ანუ ну ერდოღანმა რომ მიულოცა ყაველაშვილს ეს უკვე ნიშნავს იმას რომ სხვა მილოცვებიც იქნება აუცილებლად კი რა თქმა უნდა მაგრამ ეს ხალი რო ამბობს რომ მე კლავ ვრჩები პრეზიდენტად ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება გადაფრინდეს მართლაც პარიზში ანუ ნებისმიერ სხვა ევროპულ დედაქალაქში და იქიდან გასცეს ასეთი მენშევიკური ბრძანებები რომ ეს ძალები რომლებიც მის გარშემო არიან ტონუსში ყავდეს და რა თქმა უნდა ეს ამ ყველაფერმა გამოიწვიოს დაპირისპირება რაზე მუშაობს იგივე იმ დასავლურ პუბლიკაზე მედია მათ ხელში ზუსტად აი მაგის თქმა მინდა რომ ეს ქალბატონი რომელიც ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია და დღეს აბსოლუტურად გვევლინება თავის ქვეყნის ოპოზიციაშია ქვეყნის პრეზიდენტი და თან ლიდერი ხო ლიდერობა უნდა და მედროშეობა უნდა მან ძალიან კარგად იცის რომ 29 დეკემბრის მერე მისი სტატუსი მისი ყოფნა გამორიცხული ლეგიტიმაციას კარგავს, ანუ ის რაციონალიზმი იკარგება და გადადის უკვე სხვა ირაციონალიზმში, რომელიც არალეგიტიმური ხდება. არაფერი დავით, ამ ქვეყანას აქვს თავის კანონები, სისხლის სამართლის კანონმდებლობაც არსებობს, ხო? არის სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, პოლიცია, ზუსი, რა ვიცი, ყველა ხო? ნებისმიერი არაკანონიერი, არაკონსტიტუციური ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტი უკვე არ არის ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივად მოქალაქე ხო როგორც ნებისმიერს ან მე ან თქვენ რომ გამოვიდეთ და ანტიკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი ქმედება განვახორციელოთ ჩვენ დავიჯებით სისხლის სამართლის გარკვეული მუხლით ხო ამიტომ არის გვაქვს კანონი კოდექსი და გამოიყენოს ხელისუფლებამ და ეს იქნება სამაგალითო და პრეცედენტული ხო რა თქმა უნდა ამის მოლოდინიც არის მაგრამ მე ხა ვფიქრობ რომ ეს არ მოხდება იმიტომ რომ არც ქარიზმა აქვს ამ ქალბატონს პოლიტიკური არც გავლენა აქვს პოლიტიკური და არც ავტორიტეტი და არც პრესტიჟი და არც იმიჯი რომ მან ეხლა ეს ლიდერობა და ეხლა ზუსტად გამსახურდია ღმერთო დამიფარე ეხლა ვის ვადარებ მაგრამ ეს გახდეს ხო გამორიცხული ხო და ასე რომ 29 დეკემბრის მერე ეს გადაშლილი ფურცე უკვე ისტორიის საკუთრება იქნება და შემდგომ უკვე შეაფასებენ მის ქმედებას და მოღვაწეობას იმიტომ რომ ისტორიის დანიშნულება და ისტორია მას თავის ადგილს გამოუყოფს მნიშვნელოვანი და მთავარი არის დავით ერთი რაღაცა კიდევ ერთხელ რომ ჩვენ გვაქვს ახლა უმძიმესი არჩევანის პერიოდი თუ დღეს საქართველოს აი ეს გადალახა საქართველოს რეალურად აქვს პერსპექტივები და შანსები. თუ ეს გადალახა და ეს დაძაბულობა და აი ეს ესკალაცია რაც დღეს არის, დღეს ამ მოცემულობაში საქართველოში, ხო? თუ ეს გადავლახეთ ჩვენ. ჩვენ მდგევართ სამოქალაქო ომის წინაშე და ამ სამოქალაქო ომს ეს ქვეყანა ვერ გადაიტანს. გამორიცხულია.
მაგრამ უკვე დადგება საკითხი სხვა მეზობლების მიერ პრეტენზიების გამოხატვის. იქეთკენ მივდივარ, ჩემო კარგო. აი ზუსტად იქეთკენ მივდივარ. ვინაიდან დასავლეთს დასაყრდენი დღეის მდგომარეობით სომხეთში აქვს და იქ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია ზუსტად აღმოჩნდეს. იქეთკენ მივდივარ. ჩვენ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მაყურებელს აი პატარა ისტორიულად შევახსენო, ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა. თუ შეიძლება საინტერესო იყოს. ამ რამდენიმე დღის წინ დაიბომბა უკრაინის მიერ დაიბომბა ქალაქი ყაზანი. ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ რა შუაშია ყაზანი. ჯერ ერთი სამხედრო მოქმედების თეატრთან დაკავშირებით ყაზანი არაფერ შუაში არ არის, დაახლოებით 1000-1200 კილომეტრია დაცილებული და უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ყაზანი და თქვენ ნახეთ რომ საცხოვრებელი სახლები დაიბომბა და სამოქალაქო ანუ მოსახლეობა ერთად. ეხლა თქვენ ისევ თქვით რა შუაში ყაზანი. ჩემო კარგებო ყაზანი გახლავთ თათარსტანის დედაქალაქი. თათარსტანი, ბაშკირეთი, უდმურტეთი, კალმიკია, რომელსაც ქვია პრივოლსკი, ქართულად აი ვოლგის მხარე, თითქმის ცენტრალური რუსეთია, არის დასახლებული მუსულმანების და თურქულენოვანები ხალხის მიერ. იქ 99% ყველანი არიან თურქები, თურქულენოვნები და ისლამისა და შიიტის უკაცრავად სუნიტების მიმდევრები. და აქვთ კავშირი სამეზობლო ჩრდილოეთ კავკასიასთან. ანუ რა ხდება, იცით? უკვე შეიცვალა სტრატეგია და ტაქტიკა დასავლეთმა და უკრაინამ რუსეთის შიგნით აფეთქებას უკვე რელიგიური мотиваცია მისცეს ხალხო. უკვე ის ისლამი უნდა დაუპირისპირდნენ. ჩვენ ადრე ლაპავს საუბრობდით ამასთან დაკავშირებით, რომ ამ საომარმა მოქმედებამ რუსეთსა და უკრაინას შორის ყველა ზღვარს გადავიდა და უკვე ღირებულებათა ომში გადავიდა. ღირებულებები არის მორალურია, ხო? მორალი რა არის, რა ღირებულებების სტანდარტია, ხო? აი გადავიდა. და უკვე რელიგიური განშტოებაც მიიღო. ელფერე მანამდე გროზნო დაიბომბა ხალხო. აი დააკვირდით რა ხდება, ხო? აი ეს ადგილია, სადაც ცხოვრობენ რელიგიური დაუშვათ ისლამის მიმდევრები. ბოლო აღწერით რუსეთში დაახლოებით 10% რუსეთის მოსახლეობის არის ისლამის მიმდევარი. ეს არის სადაც 14 მილიონ 500 სადაც 15 მილიონამდე. პატარა ციფრია? ყველაზე დიდი ციფრია სხვა სახელმწიფოთა შედარებით. და თუ ეხლა იმას გავითვალისწინებთ, რომ ერდოღანს სრული კარტ-ბლანში აქვს, აბსოლუტურად სრული კარტ-ბლანში აქვს ამერიკელების მხრიდან, ნატოს მხრიდან, ევროპელების მხრიდან, აქედანაც უკვე ფაქტიურად უნდა არ უნდა რუსეთის ამ ომში ჩაბულია და თავის კონიუნქტურას უნდა აყვეს და მან მისცა დაუშვათ ეხლა თურქეთს ეს ფართო მოქმედების საშუალება რაღაცაში გაიცვალა და გამოჩნდება უკვე რაშიც გაიცვალა. ჩვენ რატომ ვართ ასე? რატომ ამაზე არ ვფიქრობთ? ჩვენ ხო აი საზღვარი არაერთხელ მithქვას ყოველ გამოსვლაში, მამაო ჩვენოს ავითამაკ რა. ყოველ გამოსვლაში ამას ვამბობ, რომ ჩვენ რომ ვესაზღვრებით რუსეთს, ვესაზღვრებით მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას და ისლამურ სამყაროს. ჩრდილოეთ კავკასია არის ერთადერთი რეგიონი, რომელიც არის ისლამური დღეს რუსეთში და პლუს ჩამოვთვალე ის რამდენიმე ავტონომიური რესპუბლიკა. ესენი არიან ერთი. და დიდი თურანის, ანუ თურქების იმ გეგმაში შედის ეს გზა. აქ მარტო ესენი არ შედის. ჩინეთის უიღურები შედის. იუღურებიც თურქულენოვნები არიან. და ის შედის უნგრეთიც კიდე. ნუ ეს სხვა თემა და თუ მექნება ამის საშუალება ძალიან მერე შემდგომ ახალწლების შემდგომ შეგვიძლია ცალკე გადაცემას ამ თურანთან დაკავშირებით გავაკეთოთ. რა არის ეს თურანი? თურანი არის თურქულენოვანი, თურქულად მოლაპარაკე ქვეყნების სახელმწიფო და გაერთიანება, რომლის ლიდერად მოიაზრება თურქეთი და რომელიც ამას აპირებს და ამას გააკეთებს. ამიტომ ჩემო კარგებო და ჩემო ეგრეთ წოდებულო პოლიტიკოსებო, ვინც ხართ იქ და ვინც რაღაცის პრეტენზია გაგაჩნია და ფიქრობთ, რომ აი ის მარტო კი არა ეს რყევა სახელმწიფოებრივი საქართველოში, არა მარტო გამოიწვევს დაუშვათ დისბალანსს და გამოიწვევს დაპირისპირებას და სამოქალაქო ომს, ეს გამოიწვევს უკვე არ არსებობას ქვეყნის. დაინგრევა ეს ქვეყანა, დაიშლება ეს ქვეყანა. გვაქვს სხვა სირიის მაგალითი, ხო?
და უკვე რელიგიური ფაქტორი შემოვა და შეიძლება პოლიტიკურმა კონიუნქტურამ აიძულოს რუსეთი რომ რაღაცებზე თვალი დახუჭოს. იმიტომ რომ მასაც მძიმე მდგომარეობა აქვს. ეხლა თქვენ რა გონიათ რომ ისეა აწყობილი საქმე რუსეთის რომ 1200 კილომეტრი იფრინა დრონებმა და ვერაფერი ვერ უყვეს, ხო? დღისით ბზისით გენერალი და ჯარების სარდალი აუფეთქეს და მოუკლეს. არ არის ასე მარტივად. მთელი თავდაცვის სამინისტრო ყველა მოადგილე თითქმის დაჭერილია კორუფციაზე. საშინელი კორუფცია რუსეთის არმიაში. და ახალი მინისტრი რომ მოვიდა, გაწმენდა დაიწყო და ყველა მინისტრის მოადგილე ან ეკონომისტი დაინიშნა, ან ფინანსისტი დაინიშნა, ან აუდიტორი, არც ერთი სამხედრო პირი არ დაინიშნა, თუ იმხელა ის არის. და ეხლა ცოტა შეაჩერეს უკვე წმენდა, იმიტომ რომ უკვე ჯარშიც უკმაყოფილება გამოიწვია. უამრავი არმიის გენერლები და რუსეთის გმირები დაჭერილები არიან კორუფციაზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების მეპატრონები არიან. ესე მარტივად ახდება რუსეთსა დიდი პრობლემები აქვს. ესეც უნდა გავითვალისწინოთ რა. ამიტომ მიდის აი ესეთი უკვე ხო ხდებით არის სირიის მაგალითმა გვანახა ჩვენ რომ გაითვალისწინეთ ტრამპის განცხადება. სასწრაფოდ ჩვენ უნდა შევხვდეთ პუტინს. პუტინის განცხადება პრესკონფერენციაზე მე მზათა ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე ტრამპს. მაგრამ ლავროვმა თქვა დღეს რომ არ იქნება მარტივი ტრამპთან საუბარი. არა, რა თქმა უნდა, ეს არავის არ ეგონოს. და ერთი მინდა კიდევ თქვა და არაერთხელ მithos კი ბატონო ტრამპის მოსულა გარკვეულწილად და კორექტირება შეიტანს რა თქმა უნდა პოლიტიკაში რა თქმა უნდა დამოკიდებულებაში მაგრამ ერთი არ დაგავიწყდეთ რა ტრამპი არანაირად იმ ფასეულობებს და ღირებულებებს არ შეცვლის ვერც შეცვლის და ვერც ვერავინ შეაცვლევინებს რაც იმ ამერიკას და ამერიკის ხელისუფლებას ანუ მე ხელისუფლებას ვამბობ თლიანად მოცემულობაში არ შეაცვლევინებს კი ამ ანალოგიური მცდელობები სიკვდილით დამთავრდა ვაშინგტონის აი ზუსტად მაპატიეთ აბრაამ ლინკოლნის დროს და ლინკოლნის და კენედიც თავმოყარი ქვეყანაა და აგერ ტრამპი შეპირდა ეხლა არ ვიცი მე უსმინე წინა საარჩევნო საპრეზიდენტო ის რო ქონდა მარათონი გამოვიდა თქვა მეო გამოვაქვეყნებო ჯონ კენედის მკვლელობის მასალებს ვერ გამოიძია 60 წელი გავიდა და ვერ გაიგეს ვინ მოკვდა კენ ძალიან კარგად იციან მაგრამ ნუ და ვერ ამტკიცებენ ხო ამიტომ გამორიცხულია ჩვენ ის მოლოდინი რომ ეხა ტრამპი მოვა და ხვალ საქართველოს ეშველება ეს არის ილუზია გამორიცხულია ის თავის ქვეყნის ინტერესების არაფერს არ დააყენებს ხო ეხა კი არა ის გამოთქვა პრეტენზია გრენლანდია და კანადა უნდა და ნუ ცოტა ის განცხადებებს დანია მოკლედ დაიწყო იქ გამაგრებები კი ბატონო ხო და აი ხო ხედავთ რა ამიტომ ვამბობ იცით რომ დღეს არ არის რა ამის დრო თუ გაყალბდა ეს არჩევნები თუ რაღაც დარღვევები ყო ამასო კანონით შეიძლება გავაკეთოთ ან ეხლა რიგარეში არჩევნების მოთხოვნა რო არის ამ რიგარეში არჩევნებსაც დავით ხო თავისი წესი აქვს თავის მოთხოვნილებები აქვს თავისი რაღაც რეესტრი აქვს რომ ეს ამის მერე შეიძლება რიგარეში არჩევნების დანიშვნა ეს არ სრულდება და აი ასეთი ეგზალტირებული გავაკეთოთ ავირჩიოთ მე გარკვეულწილად მესმის იმ ახალგაზრდების ვინც გამოდის და პროტესტს გამოხატავენ იმიტომ რომ სიღრმისეულად ამ საკითხს ისინი არ იცნობენ და გასაგებია ემოციები ასაკი შინაგანი მოწყობა მესმის ყველაფერი მაგრამ აი ეს პოლიტიკური პარტიები ვინც მათ ზურგს უკან ჩასაფრებულები არიან და რომლებმაც ძალიან კარგად იციან ამას რა მოყვება რატომ აკეთებენ შეგნებულად ამას განსაკუთრებით ერთი პარტია სადაც ყველა ყოფილი ჩინოვნიკი იმ პარტიაშია თავმოყრილი და ეს ამ პარტიის ჩინოვნიკები ქმნიდნენ პოლიტიკას საქართველოში რამდენიმე წლის წინ მე გახარიას პარტია მყავს ხედველობაში თვითონ პრემიერ-მინისტრი იყო მისი პარტიის წევრები და მისი ლიდერშიპი იყო ყველა თანამდებობებზე იყო ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ ვინ იყვნენ და მე გახარიას კოტით შეიყვანეს იმაში ხო თვითონ ქმნიდნენ ამ პოლიტიკას და დღეს გამოდიან და იმ პოლიტიკას აკრიტიკებენ ნუ კარგით ამასაც თავი დავანებოთ ეხლა ამაზე არ არის საუბარი მაგრამ თვითონ ხომ ძალიან კარგად იციან აი ამ რყევებს რა მოყვება შემდგომ თვითონ ხომ მონაწილე იყვნენ ამ საუბრების კონფიდენციალური გნებავთ იმ კულუარული პოლიტიკის იმიტომ რომ პოლიტიკა არის საკმაოდ მრავალპლანიანი
მცნება, სადაც გარკვეული ადგილი კულუარულსაც და კონფიდენციალურ პოლიტიკასაც უჭირავს, ხო ეს სეგმენტია. ესეც მოსული თემაა პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ხო ძალიან კარგად იცის და ნუჭკუ კაცი არ არის, ხო? მან ხო ძალიან კარგად იცის, რომ ამას რა მოყვება. აქ უკვე პირად ამბიციებზე იმაზე რომ მას არა აქვს ატანა ან დაპირისპირება აქვს რა ქვია ბიზინა ივანიშვილთან კობახიძესთან და აი ერთმანეთს აი პირადი იმით უსწორებს ხო ანგარის და ქვეყნის ინტერესებზე აქ საუბარი აი გამიგეთ რის თქმა მინდა დავით რომ აი ამისგან უნდა მოჯადოებული წლისგან ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს აი გამოვიდეს და თქვას იმ საშიშროებაზე დღეს თუ აი არის რომ რა შეიძლება ამას მოყვეს შეიძლება ამ არჩევნებით მეც არ ვიყო კმაყოფილი, დავითიც არ იყოს და რა თქმა უნდა, ეხლა ერთი მოცემულობით ჩვენ ვერ ვიყავ, გინდა თორა კარგი იყო და ძალიან ბევრი შენიშვნები აქვს მეც პირადად და რამ პოლიტიკასთან დაკავშირებით გნებო სოციალურ, განათლებაზე საერთოდ არ ვამბობ, არ ვიძახი, განათლების თემა მთლიანად ჩააბარეს ნაცებს, ლიბერალებს და ეს არის დაღუპვა ქვეყნის. აი ეს არის დაღუპვა ქვეყნის და სიმართლე გითხრათ არც იმ ახალი სამინისტროს და მენეჯმენტის მჯერა. ბუდის ვიხდი, არ ვიცი, შეიძლება კარგები იქნებიან, მაგრამ ვერ ვატყობ ვერაფერს რა. ხო და აი ეს მინდა მე რომ ამიტომ არის რომ ეს პოლიტიკაში შემოვიდი თქვან, ხო? არც ერთი ეს რადიკალური ეგრეთ წოდებული დაპირისპირებული პარტიები დავით არავინ არ ამბობს საგარეო საფრთხეზე არავინ არ საუბრობს. აი ამის მერე რა იქნება? აი რა იქნება, აი დაუშვათ კარგი და გამოაცხადეს რიგარეში არჩევნები და მე რა ხდება ქვეყანაში. და გარდა ამ პოლიტიკოსებისა, აი ეს მათი მხარდამჭერებიც არაფერს არ ამბობენ, უბრალოდ არ იციან. ელემენტარული გათვლა არ აქვს, აი ანალიზის უნარიც არ აქვს. მე მაგას ვამბობ, იმათ არ იციან, რას აკეთებენ, რას აპირებენ. ამან ხო იცის. ამან ხო იცის, ამის გუნდში ხო არიან ის ხალხი, ვინც ამაზე მუშაობდა წლების განმავლობაში ანალიტიკურ სამსახურებში და მე ვიცი რომ არიან ეგ და ნორმალური და მოაზროვნე ხალხია, ხო? ვისაც აზრი მჭკუა მოეკითხება. ხო შეიძლება მათთვის განდუნა თქვა და მე პირადად თქვენ ვიღაც დაგვიფიქსირონ, გვითხრან რომ ეს ასე კი არა, ასე იქნება და ჩვენ ამას ვაპირებთ. არა, უნდა ჩამოვაგდოთ, უნდა ეს ვქნათ, ის ვქნათ და მეორე მხარე რომ ქვეყანას რა ეშველება ამაზე საერთოდ არავინ არ საუბრობს. კარგით ამასაც დავანებოთ, მაგრამ ახალგაზრდებს რა ეშველება, დავით. ხო, აი დღეს ამაზე რზენ ფაქს უყურე რა, აი ცუდად გავხდი. ჩემს სკოლასთან ხდებოდა ეს ამბავი, მე სადაც ვსწავლობდი და აი იქ ბავშვები, კაცო, ესე ეგზალტირებულად გამოყავთ უკვე და აი ბავშვებს უპირისპირებენ იქ მე არ ვიცი რა, აი სკოლაში შევიდნენ უკვე რა. აი სკოლა და ერთმანეთს ეს ტერმინი შემოვიდა ეხლა ფაშისტი, ლიბერალური ფაშიზმი მანქურთები საერთოდ გაგებაში არ არიან ეს ტერმინი რას ნიშნავს მისი სემანტიკა დეფინიცია არავინ არ იცის და ასე იყენებენ ფაშიზმი და არ იციან რაც წარმოადგენს ყველას გონია რომ ფაშიზმი ასოცირდება ჰიტლერთან და საერთოდ არანაირი კავშირი ფაშიზმს ჰიტლერთან არ აქვს ფაშიზმი წმინდა იტალიური მოვლენაა ჰიტლერი ნაციონალ-სოციალიზმი იყო ესეც უნდა გავნიშნოთ შაუპერანგიანები შაუპერანგიანები ეს იტალიელები იყვნენ ხო საერთოდ თუ იქნება მაგის საშუალებას გადაცემები ჩვენ ვაპირებთ ამის ციკლის გაკეთებას და გვექნება ამაზე საუბარი რას ნიშნავს ფაშიზმი და ვინ არის და როგორ არის და თუ მანამდე ვინმეს აქვს მე ურჩევდი რომ ფაშიზმი საერთოდ როდესაც წარმოიშვა ეს იტალიური მოვლენარი თვითონ ფაშოს სიტყვა ნიშნავს სიტყვა შეკრას კავშირს და მუსოლინიმ შექმნა ეს პარტია 1918 წელს იტალიაში შემდგომ ხელისუფლებაში მოვიდა ამ პარტიით ფაშისტური პარტია ასე ერქვა როდესაც მისი საფუძველი იტალიური ფილოსოფია იყო და მისი ერთ-ერთი იტალიელი გამოჩენილი ფილოსოფოსი ჯენტილეს იდეებით არის ეს ნაკვები თვითონ მუსოლინი პირდაპირ წერდა რომ ჩემი კონცეფცია იდეა ფაშიზმის არის ექსპორტისთვის გათვალისწინებული ანუ ფაშიზმი წმინდა იტალიური მოვლენა მერე ჰიტლერმა გადაიღო იქედან და მაგრამ ჰიტლერის თავისი საპროგრამო დოკუმენტაცია აქვს შექმნილი ჩემ ბრძოლაში წიგნი რომელიც იხეში დაწერა
რომელზეც ამბობენ რომ მისი დაწერილი არ არის და რუდოლფ ჰესის გაკეთებული. ნუ ეხლა სხვა თემა. და ამიტომ ამბობ, თუ ვინმეს დაინტერესებს, წაიკითხოს გენიალურ იტალიურ წერილს უმბერტო ეკოს მარადიული ფაშიზმი, სადაც ეს არის ცნობილი მისი ლექსია ამერიკის შეერთებულ შტატებში 95 წელს ჩაატარეს, სადაც არის 14 ნიშანი ჩამოთვლილი კლასიკურად რა არის ფაშიზმი და კიდევ ერთი მინდა. და ასევე ჩემგანაც იქნებოდა ერთი კარგი რჩევა, თუნდაც იმ ახალგაზრდობას მე მაქვს სხვათა შორის იდეა რომ თარგმნო ხარისხიანად ეს ფილმი მიხეილ რომის წინვალებული არაჩვეულებრივი ფაშიზმი კი ორსერიანი ფილმია ფილმი მიხეილ რომის ცნობილი კინოდოკუმენტალისტი კი ბატონო გეთანხმებით საოცრად და რა ერთი პრემია აქვს ამ ფილმს მიღებული მოსკოვის კინოფესტივალის და შემდეგ კი ასე უცხენვალესი ფილმი და მართლა აი ძალიან შავ-თეთრი და კარგად გადმოსცემს ამ ფაშიზმის არსს კი ბატონო ხო და აი ეს საუბრობდით აი ამ თემებთან დაკავშირებით და როდესაც ჩვენ გვინდა აი პოლიტიკურად ჩამოვყალიბდეთ უკვე დამოკიდებულებას უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რომ გქონდეს ჩვენ გვაკლია ხო პოლიტიკური კულტურა პოლიტიკური ესთეტიკა არ არის მიდგომის აი ურთიერთობების ვერადავერ ჩამოყალიბდა კლანი კლასი პოლიტიკური მიმართულება კლასიკური მემარჯვენე მემარცხენე ცენტრი როცა ჩვენ შევძლოთ რომ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად იქცეს, ანუ ბრძოლას კარგი გაგებით ვარ. კრილოვის იგავივით არის, აი ორივე იგავივით, ლებიძრაკ და შუკა და კვარტეტი, ანუ სხვა თემა იყო აქ. ხანდახან რაზე მეცინება ხოლმე იცით, რომ აი ჩვენ აი ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ევროპული ღირებულებები ჩვენ უნდა დავეწიოთ. შემოკარგებულ შენ რომ უნდა დაეწიო ევროპამ დღეს შერა დონეზეც გინა მისვლა, ამაზე ევროპამ საუკუნეები მოანდომა და შენ ამას ფორსირებულად ერთ-ორ და გნებავთ 10 წელიწადში ვერ გააკეთებ. ამას დრო უნდა, ამას მენტალური ცვლილება უნდა და ამას უნდა მე ყველაზე მთავარი. აი ყველაზე მთავარი ეს არის გეოგრაფიული ცნების. აი ცნობილი ინგლისელი მეცნიერების მერე ჰარტლენდი გახსოვს დავით ჰარტლენდი ცნობილი ის არის მოცემულობა პოსტულატი რომ გეოგრაფია წყვიტავს ყველაფერს. ან გეოგრაფიული მდგომარეობა და გეოგრაფიული სიტუაცია განსაზღვრავს ქვეყნის და ერისბეს. ეს არის თეორია ჰარტლენდის, ხო? ბიორითმებსაც კი. ხო, და აი ზუსტად ესა გვაქვს ჩვენში. ჯერ ნახეთ რა სამეზობლოში ხართ, ვინ აყავს მეზობლები და მაგის მერე ჩამოყალიბთ, რომ ჩვენ ყველა ჩვენს კულტურაში გნებავთ იდენტობაში, გნებავთ ენაში, ამ კომუნიკაციის საშუალებაში რამდენია გავლენა სპარსული, არაბული, სომხური ძალიან ბევრი თურქული ძალიან ბევრი ხო რუსული აი ეს აქედან უნდა განთაჯერ თუ აპირებ და შემდგომ უნდა ეს ძალიან ისეთი თემაა რა არ არის ასე მარტივი რა და მე ის არ აღიქვავს შენ ევროპად და ევროპულ ნაწილად ხო ეს მაკრონს წამოწდა თუ თქვა არ აქვს მნიშვნელობა საფრანგეთის პრეზიდენტმა რომ არ არის რა საქართველოს ევროპაო პრინციპში მაშინ სწორი თქვა გეოგრაფიულად არ ახართო რა პრეტენზია გაქვთ ხო გასაგები ახლა ყაზახეთი ლამის ყაზახეთი შეყავთ ევროპაში მაგრამ მე მესმის ახლა გეოგრაფიულ ფაქტორს არ აქვს ახლა ნუ პოლიტიკისთვის ესენი არ აქვს ან თურქეთს ხო რამდენი წელია 37 წელი ელოდება და ევროკავშირში შესვლა უნდა არა და თავისი ტოპონიმიკითაც კი არ არის ევროპა, ანუ მცირე აზია. ანუ მცირე თუ კი აზია ევროპაში როგორ არის ხო? ხოდა თვითონ თურქეთის მდებარეობას ხო ნუ ახლა აი ხო და ამიტომ ამბობ დავით რომ აი ეს ყველაფერი ხო უნდა გავითვალისწინოთ. ეს ასე მარტივად არ ხდება ხალხნო რა. აი ამ ჯოს გაუმარჯოს სახელი მორჩა ამასაც თავის ეტაპი ქონდა გაიარა უკვე ეს ეტაპი. ხო ცოტა უნდა გავიზარდოთ ამ გაუმარჯოს მაღლა ხო უნდა დავდგეთ საქართველოს გაუმარჯოს ხო ცოტა ხო უნდა იმიტომ რომ რა არის ესეც ისეა რა სიბრძნე მოდის სად ასაკში ხო როდესაც ასაკში შედიხარ უფრო მეტი გამოცდილება სიბრძნე და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ღებულობ ხო ხომ არ დავჭეთ იქ 92 და 90-იან წლებში ხო და საქართველოს ბრიყული ის რო იყო მაშინ აზროვნება აბა რაო კაცო საქართველოს ჩვენო გადაგვარჩენსო ბორჯომი და ის რა გვინდაო აბა რაო ხო დამოუკიდებლო ბორჯომი და ღვინო გადაგვარჩენსო საქართველოსო და კარგად გამოჩნდა როგორ გადაარჩენა ვისრათ უნდა თქვენი ბორჯომი და ღვინო არავინ არ ღებულობს ხო ვერ შედიხარ ამ ევროპაზარზე აი ხო ნუ ეს უფრო ძალიან ისეთი პრიმიტიული მაგალითი მოვიყვანე და ამიტომ ცოტა რაღაც დაფიქრება, ცოტა გააზრება მე არ ვიცი დავით რა აი ესე ამის
რა ქვია მაგას ის თანამდებობები გააგიჟა ეს ქვეყანა რა. გააგიჟა ყველა პოლიტიკურის ორიენტირებულია აი თანამდებობა რატომ დაკარგეს იმიტომ რომ რა არის ჩვენი ტრაგედია ქვეყნის შენ პოლიტიკა დღეს აგებულია იმაზე რომ პოლიტიკა გამოიყენო შენი პირადი კეთილდღეობის და საშუალება შენი და შენი კლანის ოჯახის ბიძაშვილი მამიდაშვილი დეიდაშვილი აი ესე აწუხ სამწუხაროდ ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია იმიტომ უნდა ამ რევანშისტულ ძალებს მოსვლა აბა თქვენ რა გონეათ და საკმაოდ მარტივადაც უდგებიან იციან რომ დამკვეთი იხდის ამდენს რა თქმა უნდა ფული იგზავნება გადაამოწმებენ იქ ტრანშებს თუ ანგარიშებს და ამის შემდეგ იწყებენ აღსრულებას აი ახალგაზრდებს მინდა მიმართო რატომ არავის ეჭვot არ გიჩნდებათ ვინ არის ეს კეზერაშვილი საიდან მოვიდა ეს ტიტულა ბიჭი 90-იან წლებში რომელიც მე მგონი უპოვარი იყო საერთოდ და დღეს უმდიდრესი პიროვნება და მილიარდერია და ყველაფერს მაგი აფინანსებს ხო ერთი კითხვა არ გაგიჩნდათ საიდან მოვიდა და როგორი შოვა ამან ეს ფული კაცი რა არც ბიზნესი ქონია არც არაფერი მოვიდა და დანიშნა სააკაშვილმა საფინანსო პოლიციის უფროსი იყო და მერე გახდა თავდაცვის მინისტრი და კაცი უცბად გახდა წაგებული ომის მერე თავდაცვის მინისტრი ხდება მულტიმილიონერი აი ამიხსენეთ რომელ ლოგიკაში ჯდება ეს ხო უნდა გავია კარგით მას არ უნდა იმ ახალგაზრდას ვინც მაგას ასწავლის და აი პედაგოგი ხო გნებავთ სკოლაში, გნებავთ უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში. იმან ხო უნდა უთხრას ეს. მაგრამ რა გინდა? თვითონ ეს პედაგოგებიც არიან, ხო? აი ასეთი მონაწილეები და ავანგარდში დგანან. ლექციებს არ ატარებენ. მავნებლები არიან, პირდაპირ ვითხოვთ, ლექციებს არ ატარებენ და თქვენ ნახეთ ხომ ეს ახალგაზრდა ხალხი ალილოს რომ ღეროდა. კი, როგორ არა, კი, აბა. კითხვებს არ სვამთ დღეს წმინდანის კორფუს უდიდესი წმინდანის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა, მაგრამ ეს კიდე უკაცრავად უწმინდესი სახსრების 47 შესრულდა კი. მიულოცოთ კიდე. უერთდები ამ მილოცვას და აქვე ორი სიტყვით ვიტყვი ჩვენთან აქ თბილისში მარჯანიშვილის მეტროს უკან ალექსანდრე ნეველში რუსულ ეკლესიაში იქნა ბერად აღკვეცილი, ნუ შემდეგ ვიცით რომ მოღვაწეობდა სოხუმში. აფხაზეთის მიტროპოლიტი ახლაც ერთ-ერთი მსოფლიოში ტიტულოვანი განათლების ხარისხს გულისხმობ ამ სასულიერო იერარქებში არის სწორედ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მას ასევე დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია რომელიც ეხება ივერთა მონასტრის დაარსებას და მისი შრომები დიდია ცალკე კვლევის საგანი შეიძლება გახდეს ადრე თუ გვიან და ჯანმრთელობა უსურვოთ სულ მალე ასევე მას 92 წელი შეუსრულდება თუ არ მეშლება ანგელოზის დღე არის მეგონი ხა იანვარში ხო და ნუ 25 რიცხვში იყო ნაკურთხი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად სვეტი ცხოვლის ტაძარში ეს უნიკალური ვიდეო მასალაც არის ფერადი კინომასალა სადაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ მაშინ და დიდი დელეგაცია იყო ჩამოსული და აღსანიშნავი თარიღია მაგრამ მე რის თქმა მსურდა ეს ახალგაზრდობა გამოსული იყო რუსთაველზე და პრინციპში ათეისტ მატერიალისტი თაობა რომელიც პრინციპში საპირისპირო მოქმედებებში არის მარხვაშიც კი ესეთი ამხელა პროტესტი და მღეროდნენ ალილოს და მე ვახსენე ტყუილად არ ვახსენე ის პედაგოგები რომლებიც პირდაპირ მავნებლობენ აი ამ გლობალისტურ ლიბერალურ ინსტიტუტებში რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან გარკვეული წრეებიდან დასავლეთის გარკვეული წრეებიდან რომ საქართველოს ეკლესიაშიც მათ სურთ უბრალოდ აი მოძღვრებაშიც აფათურონ ხელები რომ მომავალ თაობას გადაუტრიალონ ტვინი რისი უკვე ჩანასახებიც არის უკრაინაში რაც გააკეთეს დავით აი სწორედ მანდوار მაგალითი ხო გვაქვს ზელენსკი გამოდის და აი საკმაოდ ისეთი მასირებული შეტევა იყო გუშინ რუსული კალიბრებიც დაიბომბა ავიაციით სტესები დაბომბეს ხარკოვში კიევში ჩერნიგოვში ძალიან ბევრი ქალაქი ერთბაშე დაიბომბა და ზელენსკი გამოხდა და ამბობს რომ აიო ჩვენო ახალ სტილზე რო გადავედითო შობის აღნიშვნაზე სწორედ მაგიტო დაგბომბესო
და ქართველი ეკუმენისტი მღვდლებიც სწოდავენ პირდაპირ სოციალურ გვერდებში, უпростоრად ყოფილი მღვდლები, ასე უпростоრი იქნება ჩემი გამოთქმა, მაქსიმალურად მუშაობენ იმ კუთხით, რომ ცნობიერება აურიონ თუნდაც მართლმადიდებლებშიც შეიტანონ შფოთი. იმ კუთხით, რომ ხსნიან, რომ თურმე აი მაშინ გასული საუკუნის 20-იან წლებშიც, რომ კალისტრატე ცინცაძე მთელი საქართველოს მაშინდელი სინოდის წარმომადგენლებიც კი თანახმა იყვნენ, რომ გადავსულიყავით შობის 25 რიცხვში აღნიშვნაზე. მაგრამ მაშინ ხო სხვა გარემოებები იყო. ესენი ბევრ რაღაცას არ ითვალისწინებენ. პრინციპში ჩვენ ახლა აღნიშნავთ ამ თარიღს, შობის დღესასწაულს 7 რიცხვში, რომელიც არის 25 დეკემბერი. უბრალოდ ახალი კალენდარი. ხო, ან ჩვენ ვართ ძველ იულიანურზე, ანუ ეს 7 იანვარი არის ძველი იულიანურის და ესენი ახალ იულიანურზე გადავიდნენ და პატარა პრეისტორიასაც გავაკეთებ, მაგრამ მაინც შესაძლოა აინტერესებდეს ტელემაყურებელს. 1923 წელს შედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდი, სწორედ იქ იყო ამ ახალმოსტილეობაზე გადასვლის თემა განხილული, მიიღეს გადაწყვეტილება, იქ რუმინეთის ეკლესია შეუერთდა მთელი რიგი ეკლესიები, მათ შორის ანტიოქიის და იღვაწა სერბმა მეცნიერმა მილენკოვიჩი იყო თუ არ მეშლება მისი გვარი და გამოთვალა რომ აი 900 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ეს და თქვათ გამოთვლა იყო ნაკიანი წელი რამდენია და ასე შემდეგ და 13 დღით თქვენ წარმოიდგინეთ რომ კათოლიკური სამყარო რომ აღნიშნავს გრიგორიანული კალენდრით აი ეს ძველი იულიანური უпростоრად ახალი იულიანური რაც მან გამოიყვანა ჩვენ ვართ ძველ იულიანურზე ვართ ზუსტად ემთხვევა იმ დღეს რაც გრიგორიანულს უბრალოდ მაინც არის საათებში სხვაობა და ეს ახლა ეს ეკუმენისტები ამბობენ რომ აი მთელი ქრისტიანული სამყარო უნდა გაერთიანდეს ნუ რა არის ეს ხო ნუ ეკუმენიზმისკენ პირდაპირ მოწოდება მართლმადიდებლური სწავლების გაგნებაში არ არიან აი ძალიან პრიმიტიულ და მარტივ კითხვას დავსვამ ახლა რომ არ წავიდეთ აღდგომამდე ხო იქ როგორ არის რომ ებრაელთა პასექთან არ უნდა იყოს თანხვედრაში მაგრამ ახლა რას უპირებენ შობის მარხვას აი ახლა არის შობის მარხვა აი და 25-ში ვთქვათ ვიზეიმეთ შობა პირობითად მერე ვაგრძელებთ ამ შობის მარხვას? მთელი კალენდარი ხო ირევა. ეხლა ესენი ასწავლიან ეს უტვინოები, ეს ეკუმენისტები და ეს რეფორმისტები, მათ შორის თეოლოგებიც არიან, რომლებიც პირდაპირ ერიცხებათ ჰონორარები სხვადასხვა ცენტრებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტში პირდაპირ ბრაუნბეკი მეთაურობდა, ეხლა სხვა არის ეხლა იქ, მაგრამ ფულს იხდიდნენ ამაში ყველაფერში. რომ ყველაფერი შეეცვალათ. აი წარმოიდგინეთ ეხლა, აი, მარტივ მაგალითს ვიტყვი. Ну, კონსტანტინოპოლი ამბობენ ხშირად ფანარი როვა პირველი ეკლესია, ну ის პირველი არ არის. პირველი ის არის უბრალოდ პირველი თანასწორთა შორის და მოხდა როგორც სხვა ეთერებშიც ამიხსნია ეს, მაგრამ უფრო ჯეროვნად მინდა რომ ავხსნა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ პირველი ეკლესია არის იერუსალიმის ეკლესია. იერუსალიმის ეკლესია შობას აღნიშნავს 7 იანვარს. ასევე გადმოცემით პირველი შეხვედრა ღვთისა და მოსესი, რომელმაც ებრაელები ატარა, კი ვიცით, ეგვიპტეს ალექსანდრიის ეკლესიაც ერთ-ერთი უძველესია. ოჯახი იქ იმალებოდა. იქ არის სინას მთის საარქიეპისკოპოსო. სოფლიოში კონსტანტინე დიდის დროს დაარსებული წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი. ისიც კი როგორც ავტონომიური ეკლესია აღნიშნავს 7 იანვარს შობას. Ну ათონის მთაზე რა უნდა ვთქვა, ხო? ღვთისმშობლის ბაღად მოიხსენიება მთელი 20 მონასტერი, კინოტი, ეპისტასია, წმინდა ეპისტასია. 7 იანვარს ზეიმობენ. ეს არის ყველა ცენტრი, უძველესი მართლმადიდებლური ცენტრი. ახლა იქ რა მოხდა და როგორ ეს ცალკე პოლიტიკური კონიუნქტურის მომენტები იყო და აი მაგნებლობენ. ხვდებით, აი ბატონ მამუკა უბრალოდ ახსნა არა აქვს იმ დონეზე. საქართველოს ელჩი იყო სლოვენიაში, პოლონეთში, სასულიერო სემინარიაში სწავლობდა საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი. მას აქვს ძალიან კარგი ახსნა მთლიანად აი ამ
დაპირისპირების, რომელიც უკვე ბარე რამდენიმე წელი ზედიზედ გრძელდება პერმანენტულად. უნდათ რომ ცნობიერება შეუცვალონ მართლმადიდებლებს. აი, ნახეთ რა, ეს პოლიტიკა ისე აგებული ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენთანაც გადაცემაში, რომ ყველაზე მაღალ რეიტინგული ინსტიტუტი დღეს საქართველოში არის მართლმადიდებლური ეკლესია, ხო? მეორე ის რომ ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს უწმიდეს და უნეტარეს. ეხლა ეს უნდა დაანგრეონ, იმიტომ რომ თუ ეკლესია არის წარმართველი ძალა და ეკლესიას ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუძლია განსაზღვროს ჩვენი ცხოვრების წესი და ანუ ჩვენ ვიცხოვროთ ეკლესიურად, მე ვამბობ რომ აი მღირებულებებით, ეს მას არ აწყობს. მისთვის მიუღებელია ეს. ამიტომ მიდის ასეთი ბრძოლა. აბა დააკვირდით უკრაინაში რა ხდება. უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიებში რა ხდება, დავით? ზუსტად ეს უნდა ჩვენთან ამის გაკეთება. ჩვენ როდესაც 17 მაისს მთელი ერი და ბერი, როგორც იტყვიან, გამოვედით და ოჯახის სიწმინდის დღე უწმიდესმა რომ და აღიარა და თქვა რომ ეს უნდა იყოს. ის ხო მარტო ოჯახის სიწმინდის დღე არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი ერთიანობის, ერთადყოფნის რაღაც ეთნიკური მობილიზაცია, ერი გაერთიანდა. მილიონამდე ქართველი გამოვედი და თქვით რომ ჩვენი სიწმინდე, ჩვენი ოჯახია, ჩვენი ოჯახი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო, ჩვენი გადარჩენის ხსნა მართლმადიდებლობაშია და ქრისტიანობაშია. დააკვირდით ახლა რა ხდება. აი ახლა იგივე ვაკის ეკლესიასთან თქვენ ეს არ ხდება შემთხვევით. ანტიოქიის ეკლესიასაც მიადგებიან საპატრიარქოს. ეს სპეციალურად დატესტეს ახლა იქ მამაშალვასთან რომ მივიდნენ და იქ სპეციალურად მოუწყვეს პროვოკაცია. ეს დაიტესტა. აბა ნახოთ როგორ გამოვა, ხო? მე მამაშალვას მთელი თბილისი დაუდგა გვერდზე. აი ხვალ სხვა რაღაცას გააკეთებენ უკვე. ეს ტესტი მიდის უკვე აი მოხაზონ, აჩვევენ, ხო, აჩვევენ რომ აი კაცო თურმე შეიძლება მამაოს ლანძღვა, შეიძლება ეკლესიაში შევარდნა, შეიძლება იქ შენი პოზიციის გამოხატვა, შეიძლება იქ მამაღალი ყვირი ხატრობით დაიწყეს, ვახსოვთ ხომ ეს უცვლად ყოფილი იარაღი მიბჯენილი და ხო, აი ეს ყველაფერი ეს მიდის სპეციალურად პირდაპირ ვერ ბედავენ, იმიტომ რომ მაინც დიდია მუხტი ქართულ ერში ჩვენ მაინც კონსერვატიული მოწყობის ერი ვარ და ტრადიციონალისტები ვარ ჩვენი შინაგანი ბუნებით, ჩვენი იმანენტური ბუნებით, მაინც ტრადიციებზე გაზრდილი ტრადიციას ვიცავთ რა. ეს უკვე აღმოსავლურ ასე გეოგრაფიულად რო ავიღოთ, უკვე აღმოსავლეთისკენ მივდივართ, ხო? თქვენ და აი ძალიან საინტერესო დაკვირვებაა რომ ეხლა იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვამბობ რომ არც ერთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორი პრეზიდენტის გარდა არ ყოფილა ტრადიციული ქრისტიანული მიმდევრობის. ჯონ კენედი და ჯორჯ ბაიდენი იყვნენ კათოლიკე, ისიც რატომ იცით ჩემო კარგო? ირლანდიური წარმოშობების არიან და იმიტომ კლასიკური ორი, იმიტომ რომ ირლანდიელები კონსერვატორები არიან უფრო და ამ ხრივ დანარჩენი არც ერთი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების არ ყოფილა ანუ ქრისტიანული, მე ვიძახი კლასიკური აღიარებული, ხო? კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა, მეტი სხვა არ არის ქრისტიანი. არც ანგლიკანური ეკლესია, პროტესტანტები, ბაპტისტები და უამრავი და მეთოდისტები და სხვადასხვა. ანუ რის თქმა მინდა რომ იქაც ნიველირებულია ეს ცნებები. ამიტომ არის რომ ჩვენ ამასაც უნდა გაუფრთხილდეთ, ჩვენ უკვე ამ ბრძოლაში ეკლესიის ჩართვა. ანგლიკანურ ეკლესიაშიც კი არქიეპისკოპოს ამტკიცებს დედოფალი. ხო, მეფე. დედოფალი აღარ არის გარდაიცვალა. დედოფალი არ არის ხოდა. ხო და აი ამიტომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგევართ ხალხო რა. მე არ მინდა ეხლა არასდროს არ ყოფილვარ ისეთი მოცემულობის რომ მოცემულობა მქონდეს რომ გამოვიდე და რაღაცა დაშინე და ისეთი სურათი პირიქით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პირიქით დარწმუნებული რომ სახელმწიფომ თავის სახე ანახა აი ეს მინდა ვთქვა დღეს აი ჩემი პოზიცია გამოხატო და თქვა რომ სახელმწიფომ თავის სახე ანახა სახელმწიფო დგას ფეხზე სახელმწიფოს ინსტიტუტები არ ჩამოშლილი და მუშაობს აი ეს არის მთავარი გამიგეთ ეს ბერკეტები აი ეს არის მთავარი და ნება მიდის იმაზე რომ ქვეყანა ჩადგეს ის ჩვეულებრივ კალაპოტში ეს ის ასე იქნება. ნუ ამ კატაკლიზმები ეტყობა უნდა გავიაროთ. ჩვენი მოცემულობა ეს ყოფილა. მაგრამ თუ ხელისუფლება დღეს ჩვენი დღეს ქართული ოცნება გადალახავს ამას და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს უნდა ყველა ვარიანტში უნდა გადავლახოთ და გადაილახება. მე უკვე რეალურად რაღაც პერსპექტივები გვექნება. იმიტომ რომ სახელმწიფომ თავის სახე
ანახა დავით ეს როდესაც აი ეს ვანდალური აქტები ხდება და დარბევა დაწვა კარგი პროტესტს გამოხატავ მაგრამ სახლების დამტვრევა მანქანების იქ კერძო საკუთრებაში შეჭრა ეს არის პროტესტის გამოხატვა ქუჩაში შეურაცხყოფის მიყენება იმიტომ რომ შენ არ ახარ იმის აზრზე და გაქვს ალტერნატიული და სხვა მოსაზრება მე რატო ვარ მტერი რატომ ეძახი რუს დღეს იყო აი საუბარი რომ რაღაცა სხვა აზრი გამოხატა პიროვნებამ და შენ გინდა თუ რუსი ხარო ეუბნება ანუ აი ამ მეთოდსაც იყენებენ რომ ყველანაირი დაუშვათ აგრესია მოდის იმიტომ რომ შენ ხარ რუსი ასე რახან შენ მის ნარატივს არ ეთანხმები და მის ხედვა შენ ხარ რუსი და ამას აჩვევენ ბავშვებსაც და ის ბავშვი ეხლა რა გაიზრდება ხო ეხლა პატარა ბავშვი სკოლის მოსწავლე რომელსაც ამას აჩვევს მით უმეტეს იქაც ისი ასწავლიან რომ ეს შენი მტერი იყო ეს დაუშვათ ისტორიული სხვა პარადიგმებია და სხვა მიდგომა ხდება და არაობიექტური და ბავშვს ისე ზრდი რა თქმა უნდა ის როცა სრულწლოვანი იქნება და როდესაც აზრი მოიკითხება მას ჩამოყალიბებული ხედვა ექნება ხო ამას ხო ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს ეს გაწერილია ეს თქვენ არ გეგონოთ ეს არის სტიქიური და დღეს ვიღაცას მოუნდა და დაწერა რომ ეს პროგრამა და ხვალ იმის მარშა არა ეს გათვლილი გეგმაზომიერად ხდება მაგრამ უბრალოდ ერთი რაღაც არის რომ ამათ ვერ შეისწავლეს ქართველი ერიზა ეთყობა კარგად ვერ ამ 30 წელი 32 წელი გვაკვირდებიან და ვერ შეისწავლეს კარგად იმიტომ რომ გამორიცხულია სანამ ეკლესია ფეხზე დგას სანამ მართლმადიდებლური ეკლესია ფეხზე დგას ეს ყოველთვის ასე იქნება სანამ საქართველოს უიარსებებს მართლმადიდებლური ეკლესიას იქნება ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს გამორიცხულია იმიტომ რომ ჩვენი ძლიერება ჩვენს რელიგიაშია იმ ჭეშმარიტებაშია რასაც მართლმადიდებლობა ქვია კი ბატონო, ჩვენ გვრჩება დაახლოებით კიდე 10 წუთი და როგორც ჩანს, აი თუნდაც რითაც დავიწყეთ გადაცემა ერდოღანის მილოცვამ შედეგი გამოიღო, არ ვიცი ახლა რა დავარქვა ამას, უბრალოდ ძალიან აქტიურობენ ეს ოპოზიციის წარმომადგენლები. იქ გვარამია ამბობს, რომ აუცილებლად დროულად უნდა მიიღოს ახალი არჩევნების დანიშნვაზე გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა, ახლა იმ ქალების მარშს რომ მიუერთდა, ვაშაძე ამბობს, რომ მზად ვარ ავიღო მთელი პასუხისგებლობა, თუ იქნება უფრო მეტი კონკრეტიკაო, ანუ სალომე ზურაბიშვილის. და ვაშაძე უკაცრავად აიღებს, რას არ მოადნეს. ხო, ანუ ხალხს გულისხმობს, თუ ხალხის მხარდაჭერა იქნებაო, რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისგებლობას ჩემ თავზე ვიღებო. ანუ როგორც ჩანს, მათ უკვე აშინებთ ის პროცესი, რაც დაიწყო. რა თქმა უნდა. ეხლა ალიევი და პაშინიანი მაინც მცირე სახელმწიფოების, ნუ მეზობელი სახელმწიფოების, მომიჯნავე ქვეყნების ლიდერები არიან. ნუ რა თქმა უნდა თურქეთიც, მაგრამ თურქეთი არის დიდი სახელმწიფო. რეგიონში ნატოს სერიოზულესი მოთამაშე. და ნატოს თეორია ხო ვიღაცა არ არის. ამბიციებიც საკმარისი აქვს და აი როგორც ჩანს ამან დააფრთხო ესენი. ეს აი კი, აი მე და ყველაფერი მიყავთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილი ქონია. ზუსტად მე მინდა ჩვენს მაყურებელს მოსახლეობას მივმართოთ და თუ რაზეც ვისაუბრეთ გადაცემის დასაწყისში, ახლა ხო არ ვიცოდით, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური აქტი მოხდა. ეს ფაქტიურად არის ლეგიტიმაცია დღევანდელი ხელისუფლების ისედაც ლეგიტიმურები ყო რა თქმა უნდა ახლა ეს ნარატივი და ეს ბოდვა რომ გაყავდა გამ არაფერი ვერავინ ვერაფერს ვერ ამტკიცებს იმ კანონის არ იყოს აგენტურის შესახებ კაციშვილმა არ იცის კაციშვილმა როცა იკითხები და შინაარსობრივ პოლემიკაში შედიხარ და ეუბნები კი ბატონო მითხარი რა არის რუსული ხმას ვერ იღებენ ხო სულ შორის ძალიან საინტერესო ხა დრო არა გვაქვს მაგრამ ძალიან ერთი ისტორიული მეცნიერება რა ის 18-21 წლებში როდესაც რუსეთში მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება ხელისუფლებაში სოციალისტები მოვიდნენ საშინელება ამერიკაში იყო ძალიან დიდი შიში რომ არ ყოფილიყო იგივე არ განმეორებულიყო და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდათ ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში უდრო ვილსონი და მაშინ დაიწყეს ჩემო დავით დევნა აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დევნა დაიწყეს მემარცხენეების და სოციალისტური მიმდევრების იმიტომ რომ ამერიკაში არ ყოფილიყო და რა კანონები მიიღეს იცი კანონი შპიონაჟის შესახებ კანონი პასრიკაციის ესე იგი წამქეზებლობის შესახებ აი ზუსტად ის კანონები რაც დღეს და სახელმწიფო გადაარჩინეს აი თავიანთი ხედვით
მე ადგენენ ჩემო კარგო, ეს მინდა ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, ჩემო კარგებო. მე ადგენენ დაიქირავეს გემი, ჩასვეს ამ გემში ეს ბევრი დაიჭირეს, ნუ მოკლედ იქ ძალიან აქტიურობდა ედგარ გუვერი გახდათ და გენერალური პროკურორი იყო ალექსანდრე პალმერი და ასე ერქვა რომ ეს პალმერის რეიდები ერქვა იჭერდნენ ხალხს, აი თავე სამსახურებიდან გაგდება და მთელი ამბები ჩასვეს ეს ხალხი, გემი იქირავეს და ჩასვეს და გამოუშვეს რუსეთში. და ამგებს დაარქვეს რუსული კიდობანი, წითელი კიდობანი. აი ასე იქცეოდა ამერიკა. ჩემო კარგო, რომ შეენარჩუნებინა თავის სახე და მერე იგივე პრეცედენტი განმეორდა 45 წლის მერე, რომ დაიწყო ომი რომ მორჩა, სადაც მართლა უკვე პიკი იყო და პოპულარობა ბოლშევიზმის, სოციალიზმის, ამ მემარცხენობის იდეის, იცით, არ ვიცი, ადრე მქონდა ნათქვამი, შეიძლება გაგებული ქონდა სპეციალური კომისია შეიქმნა სენატში. 18 წელსაც შეიქმნა, 18 წელსაც იყო და შეიქმნა მაკარტის კომისია, რომელიც სწავლობდა აი ნახე დემოკრატიული ქვეყანაა, ხო? რომელიც სწავლობდა პიროვნებებს, მათ ბიოგრაფიას, მათ წარმომავლობას და შემდეგ რომ მათ თუ ისინი მემარცხენეები იყვნენ და გარკვეულწილად რამე სიმპათია ჰქონდათ სოციალიზმის, სამსახურში არ უშვებდნენ, მუშაობას არ აწყებინებდნენ, ის კი არა სახელმწიფოდან აძლევებდნენ. როდესაც ჰოლივუდში ეს კომისია შეიქმნა და კომისიის თავმჯდომარე ვინ იყო, იცით? რონალდ რეიგანი და მოადგილე იყო ულტო დისნეი. დისნეი იყო საშინელი ანტიკომუნისტი. და როცა შეადგინეს ეს სია, სადაც ცნობილი მოღვაწეები მოხდნენ, მათ შორის იყო ბერტოლდ ბრეხტი და ჩარლი ჩაპლინი. გააგდეს ორივე. ჩარლი ჩაპლინის აუკრძალეს ამერიკაში ცხოვრება. ერთადერთი ვიზა მისცეს 72 წელს, როდესაც ოსკარი მისცეს, ჩაპლინს არის. მთელი დარბაზი იდგა და 20 წუთი გინესის სივრცეა შესული ეს ოვაცია 20 წუთის. მეტი ჩაპლინს კატეგორიულად აუკრძალა ამერიკის შეერთებული ცხოვრების უფლება არ ქონდა, გენიოსი, შენი შემოქმედებითო ისახარო, რა ქვია, მაგა სოციალისტიო. ასე გაუკეთეს ბერნაჩოუს ინგლისშიც. იმიტომ რომ ჩასულიყო და კაცი ავტოვანებ დაწერა ინტერვიუში, რომ სტალინი მაგარი კაცია და შენო აი ესეთი დამოკიდებულება ქონდათ რა. ხო და კაც არ ამუშავებდნენ, იმიტომ რომ შენო მემარცხენე ხალო. იგივე აშერ მილერი, ანუ არტურ მილერი, სეილემის პროცესი რა, მეტაფორაა ამასთან დაკავშირებით და მასაც აუკრძალეს, ხო? ან გენიალური ბერტოლდ ბრეხტი. ნუ რისი თქმა მინდა? აი, როცა რაც ჭირდებათ მათ თავიანთი სახელმწიფო სიკეთისათვის, კეთილდღეობისათვის, როგორც ისინი უყურებენ, ამას აკეთებენ, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა? იგივე ზანგებთან დამოკიდებულებაში ეხლა ნუ არ მინდა ეს ყველამ ძალიან კარგად იცით უამრავი ფილმები გაქვთ ნანახი და უამრავი სხვა როგორ ექცეოდნენ და იგივე ადგილობრივ ტომებს ამერიკელ ინდოელებს ხო ეს სხვა თემაა გასაგებია მაგრამ აი ეს ხო იყო სამართლებრივი ბაზა გაკეთებული და ის მე როგორ მასწავლის ამას როდესაც თვითონ ეს ამას აკეთებდა და უარესებს აკეთებდა რა ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს მოწესრიგებული და სახელმწიფო უნდა იყოს სახელმწიფოებრივი მოაზროვნე ხალხით. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აი იქ რაც დღეს ხდება და საქართველოს რეალობაში, ხო? ჩანს, რომ საქართველოში არის შემდგარი ქვეყანაა ვართ, დავით. უკან არ უნდა დაიხიოს ხელისუფლებამ და სახელმწიფომ, ეხლა გაიგივებულია და უკან არ უნდა დაიხიოს, იმიტომ რომ არის იმის პრეცედენტი და იმის რეციდივები, რომ მართლა შეგვიძლია რა შევქონათ სახელმწიფო და რატომ არ უნდა გავაკეთოთ, ხო? მივდივართ ამ გზაზე, ამ რა ქვია, დანიწვერზე გავდივართ, მაგრამ გავიდეთ ბოლომდე რა. არ არის დღეს არის უბრალოდ მოცემულობა იმისი, რომ ქართული ოცნება ხვალ სხვა იქნება, ზეგ სხვა იქნება და ვნახოთ, ხო? მაგრამ არა, აი მტრები ეს მეხუთე კოლონა გარეშე, მაგრამ მე მაინც მჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის დამოკიდებულების და იმ ურთიერთობების, რაც დღეს საქართველოში ხდება. ერთი ისტორია მახსენებ, პატარა ისტორიას წავიკითხა, აი სახელმწიფოებრივი აზროვნება რა არის. 1865 წელს საქართველოში მოხდა ჰამქართა აჯანყება. ეს ჰამქრები იცით თქვენ რომ გაერთიანება, ანუ კასტა სექტა იყო, აი ეს ჰამქარი არ არის, ოღონ ახლა შელისაშვილის თავის უსტაბაში და აღსაკალებით და ისე მოხდა რომ ქალაქის მმართველმა მაშინ იყო ქალაქის მერი, ანუ ვართანოვი და დიდი გადასახადები და ანუ ეკონომიური თემა იყო რა.
და დიდი გამოსვლა ქონდათ. ისეთი გამოსვლები, რომ даже თვითონ ისიც სახში მიუვარდნენ და მელიქოვი იყო. ამის ამკრეფი და სახში შეუვარდნენ, მოკლეს ის კაცი გადმოვლ, მოკლეს სერიოზული ის იყო. ამ დროს კავკასიის მეფის ნაცვალი იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძმა მიხეილ ნიკოლოზიძე საქართველოში არ იმყოფებოდა და მის მოვალეობას ასრულებდა უდიდესი ქართველი პოეტი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანი. ჩვენი გრიგოლ უდიდესი ქართველი პოეტი, რომანტიზმის მამამთავარი. ხო და როდესაც გრიგოლ ორბელიანი შეხვდა ამ აჯანყებულებს, უკვე თბილისში სერიოზული ის იყო დაპირისპირება, არ დაუჯერეს დავით. და არც ერთ მოლაპარაკებაზე არ წამოვიდნენ ეს აჯანყებულები. მერე ადგა შეურაცხყოფილათაც იგრძნო გრიგოლ ორბელიანმა, თავის მოადგილე იყო, ხო გითხარით, მეფის ნაცვლის. როგორც კანონის წარმომადგენელმა და როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა ჯართან ერთად დაშალა ოფიციალურად აი ეს ისინი რა ქვია უკანონოდ აი რისკ რატო შევადარე ისეთ რატო მოვიყვანე ის გრიგოლ ორბელიანი იყო და თავის კაზაკების იმედი დაშალა ანუ რისი თქმა მინდა სახელმწიფოებრივი აზროვნებაზეა საუბარი გამიგეთ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი ამიტომ თუ საჭირო იქნება კანონის ძალით არ დაესხა თავს და არავინ არ შეგაწუხებს რა ნუ მიდიხარ და პროვოცირებას ნუ უკეთებთ იმ გმირ ბიჭებს პოლიციელებს დაანებეთ თავი რა ისინი ჩვენები არიან კაცო ჩვენი შვილები ჩვენი სისხლი ჩვენი ახლობლები არის რატომ იწვევთ პროვოკაციაზე ხო მაგათაც ხო ყავთ ოჯახები არა აი ამას უკეთებენ სპეციალურად კეთდება ეს ყველაფერი და ყოჩახ რა მაინც ამხელა აზროვნების არის სახელმწიფოებრივი ეს ბიჭები უთმენენ და აი ასეთ ერთგულად დგანან ვიმეორებ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს გადარჩენის ადარაჯოზე კი ბატონო მადლობა ბატონო მამუკა საინტერესო საუბრისთვის ნუ 29-მდე 4 დღეა ჯერ კიდე ვფიქრობ რომ ეს აფორიაქება გამოიწვია სწორედ ერდოღანის მილოცვამ რა თქმა უნდა ამ 4 დღეში გამოჩნდება რის თავი აქვთ რა სურთ ნუ გასაგებია რაც უნდათ მაგრამ რამდენად გამოუვათ და ნუ მერე შემდეგ კიდე ახალი წლების შემდეგ არის კიდე ერთი ფაზა 20 იანვრამდე დავაკვირდეთ მოვლენებს მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის მინდა მადლობა და ერთი წამით დავით მინდა დღეს წელს ბოლო გამოსვლა არის ჩემი ჩვენს ეთერში თქვენ ტელევიზიაში მე მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს მიულოცავ დამდეგი ახალი წელი მინდა რომ ეს წელი იყოს ბედნიერების სიკეთის სიმშვიდის მომტანი წელი და როგორც ჩვენი უფროსი მეგობარი ბატონი კოტე მიქალზე ამბობს ხოლმე გემღერებოდეს საქართველო მადლობა ეთერში სტუმრობისთვის მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახლდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მამუკა კარტოზია მე ახალამდე გემშვიდობებით ნახვამდის